პატარა ნამცეცი. პატარა სხეული, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას. თესლის მარცვალი. პატარა ნამცეცი, რომელშიც ათასობით ინფორმაციაა მოცემული. გავა დრო. ეს ნამცეცი დაიწყებს მზის სინათლის, წყლის და მიწაში არსებული მინერალების გამოყენებას. მერე კი მილიონჯერ გაიზრდება. და ადამიანის თვალწინ ერთ-ერთი დიდი სასწაული გადაიშლება. ნებისმიერმა ადამიანმა იცის რა არის თესლის მარცვალი. მაგრამ შეიძლება არც დაფიქრებულა ამ პატარა ნამცეცისგან როგორ წარმოიქმნება ნაირფერი მცენარეები. თუკი ადამიანი თესლზე ყურადღებას გაამახვილებს და დააკვირდება, მიხვდება რა დიდი სასწაულია მასში. რადგანაც მცენარის ყველა თვისება, ფერი, ორნამენტი, სუნი და სხვა ამ პატარა მარცვალშია ჩადებული. სინამდვილეში თესლის მარცვალი შესანიშნავი საინფორმაციო ბანკია. თესლის ყველა მარცვალში არის მილიონი ცნობა მცენარის ყოველი ტოტის, ყოველი ფოთლის, ფოთლების რაოდენობისა და ფორმის, კანის ფერისა და სისქის, მცენარის სიმაღლის, ნაყოფის მოცემის თუ მოუცემლობის, ნაყოფის გემოს, სუნის, ფორმის, ფერის და მოკლედ ყველაფრის. ვარდის წითელი ფერი, ფოთლების ხვეულები, ფოთლების რაოდენობა, ფოთლების სირბილე, ხავერდოვნება და სუნი. ეს ყველაფერი მასში ჩადებული ინფორმაციაა. გამხმარი ხიზნელის მსგავსი ღეროებიც ტკბილ და გემრიელ ყურძნის ნაყოფს ისხამს. ესეც მასში ჩადებული ინფორმაციის წყალობით ხდება. ყურძნის კაკლები, მაგალითად, თხილის კაკლებისგან განსხვავებულია ფერით, სუნით, გემოთით, შემცველი ვიტამინებით, წყლიანობით თუ სიმშრალით, მათი თესლის ემბრიონებში ჩადებული ინფორმაციით. ადამიანები ინფორმაციის შესანახად კომპიუტერებს იყენებენ. ჰარდ დისკი სპეციალურად ინფორმაციის შესანახადაა დამზადებული. ეს აპარატი, რომელიც განვითარებულ ტექნოლოგიად ითვლება, პატარა თესლის მარცვალთან შედარებისას პირველ ყოფილად ჩაითვლება. რადგანაც თესლის მარცვალში არის 100,000-ობით გვერდის შემცველობის ინფორმაცია და ისეთი კომპლექსური სისტემა, რომლის ამოხსნა და მსგავსი შექმნა ჯერ ადამიანს არ შეუძლია. ეს იმიტომ, რომ თესლის მარცვალი ღმერთმა შექმნა და ყველა ამ ინფორმაციის შემცველი სისტემაც მან მოათავსა მასში. ხოლო თესლის პაწაწინა მარცვალით საკმარისია ღმერთის უდიდესი და უზადო შემოქმედების დასამტკიცებლად. ყველა თესლის მარცვალი ღვთისნებით აღმოცენდება, გაიზრდება, განვითარდება და მცენარედ გადაიქცევა. ყურანის ერთ-ერთ აიათში დიადი გამჩენი ამ ჭეშმარიტებას ასე გვამცნობს. და მის ხელთა გასაღებებით დაფარულისა. არავინ იცის ისინი მის კარგად. და იცის რა არის ხმელზე და ზღვაზე. და ფოთოლიც არ ჩამოვარდება რომ არ იცოდეს. და ერთი მარცვალიც არ არის დედამიწის ბნელეთში და ერთი ნედლიც და ერთი ხმელიც ცხადა წინეთში რომ არ იყოს.
თესლის მარცვალი რომ შეიქმნას, ამის პირველი პირობა არის მცენარეში არსებული მდედრი უჯრედის შეერთება სხვა მცენარისგან მოსულ მამრ უჯრედთან. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. მცენარეები ვერ გადაადგილდებიან. ამის გამო კი ყვავილის მტვერმა რომ მიაღწიოს სხვა მცენარის მდედრ უჯრედამდე, ღმერთს სხვადასხვა სახის გზები დაუწესებია. თითოეული მათგანი თავის მხრივ სასწაულია. ერთი ყვავილის მტვრის მარცვალი რომ ახლოდან გამოვიკვლიოთ, საოცარი კონსტრუქციის მხილველი გავხდებით. მილიონობით მრავალგვარი მცენარისათვის მილიონობით მრავალგვარი სახის ყვავილის მტვერი შეუქმნია ღმერთს. ყვავილის მტვრის დიდი ნაწილი გადაადგილდება ქარის მეშვეობით. გაზაფხულზე ზოგ ადამიანს გარკვეული ალერგია აწუხებს. ამის მიზეზი სწორედ ეს მტვერია. ყვავილის მტვერი რომ მცენარის კვერცხუჯრედამდე აღწევს, ხდება განაყოფიერება. ზოგი მცენარე მტვრის გადასატანად ცოცხალი არსებებითაც სარგებლობს. ყველაზე საუკეთესო კურიერები მწერები არიან. ყვავილები თავიანთი ფერებით, სასიამოვნო სუნითა და ნექტრით, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა, მწერებს იზიდავენ. ყვავილებისა და მწერების ურთიერთობას რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით რა ჰარმონიული შეთანხმებაა მათ შორის. რა თქმა უნდა, ყვავილების ეს უნაკლო აგებულება თავისით ვერ შეიქმნებოდა. ყვავილის მტვერი და მისი გადაადგილების მეთოდები ღვთის უთვალავი სასწაულებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. სამხრეთ აფრიკაში გავრცელებულ ზამბახის ერთ-ერთი სახეობის ყვავილის ნექტრამდე და მის მტვრიანებამდე მიღწევა საკმაოდ ძნელია. ფოთლების ქვეშ გრძელი ბუტკო ნექტარი და მტვრიანები ამ ბუტკოს სიღრმეშია ჩამალული. ამ სიღრმეში ჩასაწვდომად საკმაოდ გრძელი ხორთუმია საჭირო. ან სპეციალური მილი, რომელსაც საფრენი მოწყობილობა ექნება დამონტაჟებული. ამ ულამაზესი ყვავილის გამჩენს მისი სიცოცხლისა და გამრავლების საშუალებებზეც უფიქრია და მისთვის საჭირო სპეციალური სისტემის ურთიერთკავშირი შეუქმნია. აი ეს მწერიც.